ინდუსტრიები განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადიან. განვითარების რომელ ეტაპზე აქვს ყველაზე დიდი შანსი სტარტაპს? ინდუსტრიების განვითარების გზა შეგვიძლია 4 ეტაპად დავყოთ. საწყისი ეტაპი, ზრდის ეტაპი, სიმწიფის ეტაპი და შემცირების, ანუ ვარდნის ეტაპი. ხშირად სტარტაპები ფიქრობენ, რომ საწყის ეტაპზე მყოფ ინდუსტრიებს უნდა დაუმისნონ, რადგან იქ კონკურენცია არაა და ბაზარი აუთვისებელია. ეს ძალიან სარისკო პოზიციაა. საწყის ეტაპზე მყოფ ინდუსტრიების მომავალი ძალიან ბუნდოვანია. საჭიროებს ძალიან დიდ ინვესტიციას განვითარებისთვის და რთულია იმის განსაზღვრა საით წავა ტრენდი. ესეთ ინდუსტრიებში მსხვილი და მდიდარი კომპანიები ბედავენ შესვლას. მაგალითად გავიხსენოთ Google Glass-ის მარცხი. თითქოს საინტერესო ინდუსტრია ჩანდა, მაგრამ იმდენად მოუმზადებელი იყო ბაზარი, Google-მაც კი ვერ მოახერხა მისი მომგებიან მიმართულებად ქცევა. არაფერს ვამბობ სტარტაპებზე, რომლებმაც ამ თემაზე დაიწყეს მუშაობა. თუ ინდუსტრია ამ ეტაპს გადალახავს, გადადის ზრდის ფაზაში. აი აქ არის სტარტაპის შანსი მაღალი. აი აქ არ უნდა დააგვიანო შესვლა. დროულად უნდა დაინახოს შესაძლებლობა, რადგან რაც უფრო ადრე დაინახავ და შეხვალ ესეთ ინდუსტრიაში, მით უფრო მარტივი იქნება ფეხის მოკიდება. რაც დრო გადის, მეტი და მეტი კონკურენტი ჩნდება. ბაზარი ნელ-ნელა ივსება და მეტი და მეტი ინვესტიციაა საჭირო იქ მოსახვედრად. თუმცა სიჩქარეც არისკოა, რადგან ადრეულ ეტაპზე ბუნდოვანია ინდუსტრიის მომავალი. მაგალითად, VR ტექნოლოგია 90-იანი წლებიდან არსებობს. 2015-დან დაიწყო ზრდა, თუმცა მას შემდეგ ამ ინდუსტრიაში უამრავი სტარტაპი ჩავარდა სხვადასხვა მიზეზის გამო. ტექნოლოგია საკმარისად განვითარებული არ იყო, მომხმარებლების რაოდენობა საჭირო მასშტაბს ვერ უზრუნველყოფდა და ასე შემდეგ. ახლა მეტი შანსი აქვს სტარტაპს VR ინდუსტრიაში, თუმცა კონკურენციაც გაიზარდა და ახლა ამის გამო გართულდა ბაზარზე შესვლა. ზრდის ეტაპის დასრულების შემდეგ ბაზარი გაჯერდება და როგორც წესი, რამდენიმე მსხვილი მოთამაშე გადაინაწილებს ხოლმე ბაზარს. უკვე მომწიფებულ ბაზარზე სტარტაპისთვის შესვლა რთულია. ასეთი ინდუსტრიების მაგალითია სოციალური ქსელები, სავაჭრო პლატფორმები და საკურიერო ან ტაქსის მომსახურების აპლიკაციები. მომაკვდავი ინდუსტრიები. რთულია ასეთ ინდუსტრიაში ფულის შოვნა, მაგრამ აქაც აქვს სტარტაპს შანსი. ეს ინდუსტრიები მცირდება, კარგავს ბაზარს, მაგრამ სტარტაპს შეუძლია შეცვალოს, გააუმჯობესოს, ინოვაციური გახადოს ის. მაგალითად, Spotify-მ რადიოს ბაზარს ახალი სიცოცხლე შესძინა. თუ სტარტაპ იდეას ეძებ, დააკვირდი მოძველებულ ინდუსტრიებს. შეიძლება აქ იყოს შენი შანსი.